ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურა გაამარტივა. ევროპულმა საბჭომ და ევროპარლამენტმა მესამე ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების წესების განახლებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. რეფორმა ევროკავშირს უსაფრთხოების საკითხებიდან და ადამიანის უფლებების დარღვევებიდან გამომდინარე მესამე ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას უმარტივებს. ამავდროულად ნარჩუნდება შეჩერების მექანიზმის არსებული საფუძვლები, რომელთა შორისაა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა იმ ქვეყნებიდან, რომელთა მოქალაქეების განაცხადების აღიარების დონე დაბალია, ან მესამე ქვეყნების მოქალაქეთა რაოდენობის ზრდა, რომელთაც შესვლაზე უარს ეუბნებიან ან დარღვეული აქვთ ევროკავშირში დარჩენის ვადები. უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძველი შესაძლოა ქვეყანასთან საგარეო ურთიერთობების გაუარესების საფუძველიც გახდეს. უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების ახალი საფუძვლებია. ქვეყნის უვიზო რეჟიმის შეუსაბამობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან იმ შემთხვევებში, როდესაც ამ ქვეყნის ევროკავშირთან ფიზიკურმა სიახლოვემ შესაძლოა მესამე ქვეყნიდან არაავტორიზებული მოქალაქეების ევროკავშირში შესვლის ზრდა გამოიწვიოს. ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭების სქემა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეობა იმ პირებს ენიჭებათ, რომლებსაც არ აქვთ რეალური კავშირი შესაბამის მესამე ქვეყანასთან და ეს ხდება წინასწარ განსაზღვრული გადახდების ან ინვესტიციის სანაცვლოდ. ჰიბრიდული საფრთხეები და ხარვეზები დოკუმენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კანონმდებლობასა და პროცედურებში. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს ან გაეროს ქარტიის სერიოზულ დარღვევებს. ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ მიღწეული შეთანხმების შემდეგ ემუქრება თუ არა საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე. შეფასებები განსხვავებულია ქართულ ოცნებასა და ოპოზიციაში. ჩვენ ხედავთ, რომ რიგი აქტორები გარედან, რომლებიც მფარველობენ ნაციონალურ მოძრაობას, კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას, ამას იყენებენ რაღაცა შანტაჟის მექანიზმად, ვინაიდან ჩვენ ორი შანტაჟის მექანიზმი გამოვაცალეთ მას. ეს იყო პირველი კანდიდატის სტატუსი, შემდეგ ეს იყო მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ახლა ამის გარშემო საუბრობენ თუ არ ვშთები ბატონი ტუსკი იყო, ვინც თავიდან ასე ვთქვათ, ამ უქარების ავანგარდში მოგვევლინა და ჩვენ კარგად ვიცით ახლა პოლონეთის მთავრობის დამოკიდებულება კონკრეტულად სააკაშვილთან მიმართებაში, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება თუ ევროპარლამენტარები პოლონეთიდან, ისინი ძალიან გულშემატკივრობენ და მეგობრობენ ბატონ სააკაშვილთან. ჩვენ არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რა თქმა უნდა, ამისთვის არ შეგვიქმნია. როგორ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო, რომელშიც ადამიანის უფლებები ირღვევა ყოველდღიურად და ჩვენ ხედავთ უამრავ ასეთ შემთხვევას, ყოველდღე ემატება რეპრესირებულ მოქალაქეთა რიცხვი იზრდება და ემატება ადამიანები დაკავებების, იზოლატორების თუ უკვე განსასჯელის სკამებზე თუ ციხეში და ასეთი სახელმწიფო, რომლის ინტერესსაც არ წარმოადგენს ადამიანის უფლებები, რასაკვირველია ვერ გაუმკლავდება ამ მძიმე გამოწვევას. სამწუხარო მხოლოდ და მხოლოდ არის ის, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების, არაკონსტიტუციური და ადამიანის უფლებების დარღვევისადმი მიდრეკილი მიმართული პოლიტიკის დამსახურებით დაისჯებიან და დაზარალდებიან ისევ და ისევ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ვეღარ შეძლებენ შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას. ბიძინა ივანიშვილი აღწევს საწადელს და ის ასანქცირებს 3 მილიონ ქართველს. ეს არის კაცი, რომელსაც უკანა ჯიბეში აქვს საფრანგეთის პასპორტი და საერთოდ არ აინტერესებს ქართველები მოვახერხებთ თუ არა უვიზო მიმოსვლით ევროკავშირის სახელმწიფოებში გადაადგილებას. ეს არის კაცი, რომელსაც სურს საქართველოს ქართველების გარეშე. ადამიანი, რომელსაც მთავარი мотивация აქვს ამ ქვეყნის 100%-ით ოკუპაცია და რუსეთის ხელშეწყობა. ეს არის მისი მიზანი. აქ უკვე ჩვენზე არის და ქართულ საზოგადოებაზე არის არჩევანი გასაკეთებელი. რა სურთ? ადამიანის უფლებების დაცვა, სამართლიანი არჩევნები, მაღალი ეკონომიკური შემოსავალი თუ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნა, რომელსაც ეს ხელისუფლება მიტაცებული აქვს ყველა სიკეთესთან ერთად. კანონის ძალაში შესვლამდე დროებითი შეთანხმება ოფიციალურად უნდა დამტკიცდეს როგორც პარლამენტის, ასევე საბჭოს მიერ. ამჟამად 61 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ. მოქმედი კანონის თანახმად ევროკომისიას დაინტერესებული წევრი სახელმწიფოს წინადადების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით შეუძლია დაიწყოს მესამე ქვეყნებიდან შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი. თავდაპირველად დროებით, ხოლო შემდეგ თუ საკითხები არ მოგვარდება სამუდამოდ.